ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო კრიტიკულ წესებზე, რომლის დარღვევით თქვენი აკაუნთი აუცილებლად დაიბლოკება. პირველი არის კომუნიკაცია კლიენტთან და კომუნიკაციის დროს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება მანამ სანამ კონტრაქტი დაიდება თქვენ შორის. ეს არის აკრძალული აფორკში, ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და ასევე ეს აკრძალული არის კლიენტისთვის. ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება იქნება ეს ტელეფონის ნომერი, პოსტა თუ სოციალური ქსელის აკაუნთი აკრძალული არის. თუ კლიენტმა მოგწერათ მსგავსი ინფორმაცია ან მოგთხოვათ, შეგიძლიათ მიწეროთ support-ს, გითხოთ, შემიძლია თუ არა გაუზიარო, ან უთხრათ მან გამიზიარო და შემიძლია თუ არა დავაკონტაქტო. ასევე შემთხვევები, როდესაც კლიენტი არის enterprise ტიპის და აფორკი თავს ნებას მსგავსი მანიპულაციის ჩატარებაზე. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია მიწეროთ support-ს და თავი დაიზღიოთ, რადგანაც ერთი ზედმეტი მესიჯით შეიძლება თქვენი აკაუნთი სამუდამოდ დაიბლოკოს. მეორე წესი არის გადახდის გატანა აფორკის სისტემის გარეთ, ანუ როდესაც თქვენ კლიენტთან დაიწყეთ კომუნიკაცია აფორკის შიგნით და შემდეგ გადაწყვიტეთ სამუშაოს დაწყება, ოღონდ ის გიხდით აფორკის გარეთ. ამას რეალურად ორი პრობლემა აქვს. პირველი, რა თქმა უნდა, თუ აფორკი ამას შეამჩნევს, აუცილებლად დაიბლოკებით თქვენს და კლიენტიც და მეორე, თუ კლიენტმა თქვენ არ გადაგიხადათ, უკვე არ გაქვთ არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ეს თანხა უკან მოითხოვოთ ან სადმე უჩივლოთ. აფორკის შემთხვევაში ეს გვარდება აფორკის შიგნით, თქვენ თუ დაამტკიცებთ, რომ თქვენ თქვენი სამუშაო შეასრულეთ, კლიენტს აუცილებლად გადაახტევინებენ. ასე რომ აუცილებლად დაიცავით ეს წესი. მესამე, ფიქტიური ან ყალბი კონტრაქტები. არის შემთხვევები, როდესაც ფრილანსერებს გონიათ, რომ შევქმნი ფრილანსერის აკაუნტს, მერე შევქმნი კლიენტის აკაუნტს, კლიენტის აკაუნტიდან დავდებ სამუშაოს, ჩემი ფრილანსერის აკაუნტით შევასრულებ ამ სამუშაოს, დავიწერ კარგი views და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ აფორკი თუ ამას შეამჩნევს, აუცილებლად დაიბლოკება ორივე აკაუნტი და თქვენ სამუდამო ბანი დაგედებათ. დაბალი ხარისხი და ცუდი შეფასებები ხშირი ასევე შეიძლება გახდეს დაბლოკვის მიზეზი. აფორკი ზრუნავს თავის კლიენტებზე, მათთვის კლიენტები არიან პირველადი ფულის შემოსავლის წყარო, ასე რომ ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ კლიენტებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება. გარდა მაგისა, აფორკს მომხმარებლის შენახვაც ფული უჯდება და ისეთი მომხმარებლის შენარჩუნება, ისეთი ფრილანსერის შენარჩუნება, რომელიც დაბალი ხარისხის სამუშაოს აწვდის პლატფორმას, მისთვის არ არის მომგებიანი. მრავალი ანგარიში ასევე აუცილებლად გახდება თქვენი დაბლოკვის მიზეზი. სხვათა შორის მე მქონდა თავიდან ორი აკაუნთი, ანუ ერთი სხვა მეილზე დავარეგისტრირე, მანდ მუშაობდი, რამდენიმე კლიენტთანაც მქონდა ურთიერთობა. შემდეგ აღარ მახსოვს რატო შევქმნი მეორე აკაუნთი, მეორე აკაუნთითაც დავიწყე და როდესაც აფორკმა გაამკაცრა ეს წესები და გავიგე ინტერნეტში, რომ ბლოკავენ ხალხს იმის გამო, რომ ორი აკაუნთი აქვს, მივწერე support-ს, რომ აი მე ორი აკაუნთი მაქვს, თუ შეიძლება ერთი წამიშალეთ, თუ არის შესაძლებელი და მაშინ ასე იქცეოდნენ ერთ აკაუნტს შლიდნენ. ამ შემთხვევაში დღესდღეობით უკვე პირდაპირ დაიბლოკებით. და დაიმახსოვრეთ ერთი რაღაცა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეჭვი გეპარებათ, არ ღვევს თუ არა წესს, ანუ ამას შეიძლება მოყვეს რაღაც ცუდი შედეგები, აუცილებლად მიწერეთ support-ს. მაგალითად, მე ამ კურსისთვის, როდესაც ვქმნიდი აკაუნტს, ანუ ის fake აკაუნთი, რომელიც რეგისტრაციის ვიდეოში დავარეგისტრირეთ, მაგაზე მქონდა მიწერილი support-თან, თუ შეიძლება შევქმნა აკაუნთი, რომელსაც მერე გავატარებ ID ბარათის ვერიფიკაციას, უთხარი რომ კურსის გაკეთება მინდა და ან ყველაფრის დემონსტრაცია მინდა. მითხრეს, რომ fake აკაუნთის შექმნა არაფრით არ შეიძლება აფორკში, თუ ამას ვიზავ, მე დავიბლოკებოდი. გავუკეთე რეალურ ადამიანის აკაუნთი, თუმცა ნახეთ, რომ შევიყვანე რაღაცა დაკოპირებული ინფორმაცია, AI-ის მიერ გენერირებული სურათი და ის აკაუნთი საბოლოო ჯამში დაიბლოკა და გამიმართლა, რომ ჩემი აკაუნთიც არ მიყვა, რატომღაც ალბათ ვერ დააკავშირეს ჩემი აკაუნთი და მისი აკაუნთი. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად მიწერეთ support-ს. კლიენტების და სხვა ფრილანსერების მოტყუება. აქ საუბარია იმაზე, როდესაც თქვენ იტყუებით თქვენ უნარებზე, თქვენ სამუშაო გამოცდილებაზე, თქვენს მიერ შესრულებულ პროექტებზე და ასე შემდეგ. თუ აფორკი შეამჩნევს მაგას და რამდენჯერმე გამოიკვეთა ფაქტი, როდესაც თქვენ ისეთ სამუშაოს ვერ ასრულებთ, რომელიც გიწერიათ პროფილში, თქვენ მაგის გამო დაიბლოკებით. თქვენი აკაუნთის, იქნება ეს ფრილანსინგის აკაუნთის, კლიენტის აკაუნთის თუ სააგენტოს აკაუნთის გაზიარება მესამე პირზე არის სასტიკად აკრძალული აფორკზე. ადრე იყო LinkedIn-ზე სპამი, როდესაც რაღაც მომხმარებლები გწერდნენ, შეიძლება თუ არა თქვენი აკაუნთი გამოვიყენო აფორკის და შემოსავლის 50%-ს გაგიყავთ თქვენ, ანუ თქვენს მაგივრად გავაკეთებთ apply-ს, დავწერთ cover letter-ებს, შევასრულებთ სამუშაოს და უბრალოდ 50%-ს გაგიყავთ თქვენ.
მე მსმენია, რომ რამდენიმე მომხმარებელი წამოეგო მაგაზე და შესაბამისად შემდეგ ისინი დაიბლოკდნენ Upwork-ის მიერ. ასე რომ თხილად იყავით, თქვენი აკაუნტი არავის არასდროს არ გაუზიაროთ თუ არ გინდათ რომ დაკარგოთ. სკრიპტების და ავტომატიზაციის გამოყენება პლატფორმაზე. მაგალითად, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ვიღაც მომხმარებლები წერენ სკრიპტებს, ფილტრავენ გარკვეულ სამუშაოებს და ავტომატურად აგზავნიან cover letter-ებს პროპოზალებზე რაღაცა AI-ის მიერ გენერირებული ტექსტით. Upwork-ს როგორც ჩანს აქვს მაგის რაღაცა გარკვევის მექანიზმი და ასეთ შემთხვევებს ბლოკავს და იმ პროფილებს ბლოკავს, საიდანაც იგზავნება მსგავსი შეტყობინებები. და ზოგადად Upwork-ი ბლოკავს ნებისმიერ ტიპის ავტომატიზაციას, ასე რომ ფრთხილად იყავით, თუ რამე იდეა გაქვთ, დაფიქრდით ორჯერ სანამ მას შეასრულებთ. ეს არის ძირითადი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუ არ გვინდა რომ ჩვენი აკაუნტი დაიბლოკოს. არის კიდე სხვა წესები, პატარ-პატარა წესები მუდმივად ემატება, იშლება, რაღაც ჩასწორებები ხდება, ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ თვალი ადევნოთ წესების და პირობების გვერდს Upwork-ზე.